მოხდეს, როდესაც თამაზ მაყაშვილი გამოდის და აკრიტიკებს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც არის კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, მე არ მიდოდა ვიღაცა დაბრუნებაში შევიდეს და რაღაც გაუგებრობა მოხდეს. ცოტა გაანერვიულებულმა, აღელვებულმა, გაბრაზებულმა, ესე ვთქვათ, დატოვა სხდომა. სკამი მიაგდო, არ ვიცი ხლა ეს თვითონ სკამის მიგდების ფორმა რანაირად შეიძლება შევაფასოთ. მაგრამ შეიძლება რაღაცა ფორმით ვეღაცას ეგეთი შთაბეჭდილება დარჩა. უბრალოდ აქ მოხდა გაუგებრობა იყო. მე ვიცოდი რომ იქ უნდა ყოფილიყო საკრებულოს თავმჯდომარე დათო რაზმაძე, სუყოლანი მაჟორიტარის უნდა ყოფილიყო მე და იქ უნდა შემდგარიყო რაღაც საუბარი ისეთ საკითხებზე, რაც ჩვენი რეგიონის მოსახლეობას აწუხებდა. სხდომაზე მოწვეული ყავდა თვითონ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგები, ასევე სკოლის დირექტორები, რესურს ცენტრის ხელმძღვანელი თვითონ არის ამ საკრებულოს წევრი, ისიც იქ იქნებოდა. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პრესის წარმომადგენლები და ჩვენ გვინდოდა რომ ამაზე ღიად ყოფილიყო საუბარი. ანუ რა ასელოდით ამ შეხვედრის დროს თქვენ და რა დაგხვდა? ამ შეხვედრის სიმართლე გითხრათ, ჩვენ უნდა გვესაუბრა იმ განვლილ პერიოდზე, იმ 13 წლის განმავლობაში თუ რა ხდებოდა, როგორ რეპრესიებში ვიყავით, როგორ ავიწროვებდნენ კოალიციის მხარდამჭერებს, როგორ ანთავისუფლებდნენ ჩვენ პედაგოგებს. და მივედი და იქ აღმოჩნდა ისე, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დათო რაზმაძე იქ აღარ მოვიდა, რაღაც გაუგებრობა შეიქმნა. მე ჩავთვალე საჭიროდ სანამ ადამიანს გავაკრიტიკებ, ხო, გამერკვია იმასთან თუ რა მოხდა, მეტი არაფერი. ის ადამიანის უფლებების დარგში განხორციელებული პოლიტიკა, რომელიც ძალოვანი უწყებების მიერ ხორციელდებოდა კონკრეტულ შემთხვევაში პედაგოგებზე, საკრებულოს შეუძლია ამ საკითხზე მსჯელობა. მე არ ვამბობ, რომ საკრებულომ, ესე ვთქვათ, კვალიფიკაცია, სამართლებრივი კვალიფიკაცია მეანიჭოს მათ მოქმედებას, მაგრამ ის რომ საკრებულომ იმსჯელოს ამ საკითხზე და შეაფასოს რომ მართლაც მათი აზრით იყო თუ არა ეს პოლიტიკური ნიშნები. ხო შეაფასა. საკრებულო? საკრებულოს მე ეგეთ დოკუმენტს არ ვიცნობ. საკრებულოს დარბაზმა შეაფასა. არც საკრებულოს დარბაზის დოკუმენტს ვიცნობ მე ეგეთ დოკუმენტს. ზუსტად მაგის გამო მოხდა რომ ჩვენ თავიდან ვიყავით რომ შეთანხმებული რომ საკრებულოს კომისიის ხდომაზე უნდა გაგვეტანა ის საკითხი რა თემებიც ჰქონდა წამოწეული დარბაზს და როცა უკვე ჩვენ დებულებით და იმ რეგლამენტით ჩავხედეთ, უკვე ვწდებოდა იმის პარალელს. და იმიტომ რომ მე მართლა მაინტერესებდა ეს საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანი არის არა მარტო ეს გორელებისთვის და თითოეულ შეთანხმებაზე, მთელი რესპუბლიკისთვის, იმიტომ რომ რამ მდგომარეობაში იყო ადამიანის უფლებები ყოფილი ხელისუფლების ხელში, ამას ყველა მიცის ეს და მინდოდა რომ ამას მისცემოდა საკრებულოს მხრიდან თავისი გახმოვანება, ამიტომ მოვიფიქრეთ ესე და იყო რომ ჩვენი ორგანული კანონით შექმნილი საკრებულოსთან არსებულ დარბაზის სხდომაზე გავითანეთ ეს საკითხი. მე ვფიქრობ, ან უნდა იყოს საზოგადოებრივი დარბაზის წევრი, ან პარტიის წევრი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საბარო დღეს ჩვენ ვართ კოალიციურ რეჟიმში, ხო? მუშაობთ კოორდინირებულად შეთანხმებული ერთმანეთთან. ამ დროს როდესაც გამოდის რომელიმე პიროვნება და რამე კონკრეტულ განცხადებას აკეთებს, თუნდაც ის უკმაყოფილებას გამოხატავს, რისი უფლებაც აქვს, როგორც თამაზ მაყაშვილზე ნებისმიერ ჩვეთაგანს, გამოხატავს იმ უკმაყოფილებას, ხალხი იღებს ამას როგორც არა საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლის გამონათმას, არამედ როგორც პარტიის წარმომადგენლის. თავისუფლ დემოკრატების წარმომადგენლს და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ კოალიცია ვართ და ამ ეტაპზე კოორდინირებულად მუშაობთ, მე არ ჩავთვალე ლამაზად, რომ იქ სიტუაცია ისე წარმოიქმნა, თითქოს ჩვენ ვაკრიტიკებდით თვითმმართველობას, ადგილობრივ ხელისუფლებას და მე უბრალოდ ავდექი და წამოვედი დათო რაზმაძესთან შესახვედრად საკრებულოს თავმჯდომარესთან, რათა გამერკვია ის ვითარება თუ რა ხდებოდა. და ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი თავისუფალ დემოკრატობა საზოგადოებრივ დარბაზს უქმნის იმიჯს იმისა, რომ ეს დაახლოებულია კოალიცია ქართულ ოცნებასთან. საზოგადოებრივ დარბაზში, რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ, თავმჯდომარედ ავერჩიეთ ბატონი ვანო ჩხიკვაძე სპეციალურად თითქმის ერთსულოვნად დაუჭირეთ მხარი. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ამ დარბაზს უპარტიო ადამიანი ხელმძღვანელობს და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი ხელმძღვანელობს. ის რომ დარბაზში შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა პარტიის პოზიციები, ეს მე ვფიქრობ პირიქით კარგიც არის და ჩვენი დარბაზი ღია საზოგადოებაა, ღია ორგანიზაციაა და ნებისმიერი პარტიის წევრს შეუძლია, ნებისმიერი საზოგადოების წევრს შეუძლია და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად აეგ არის ჩვენი
პოპულარობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ნიშანი, რომ ამ უმოკლეს დროში ჩვენი დარბაზი ესეთი პოპულარული გახდა. ზუსტად ეგ იყო, რომ მე თამასთან მქონდა შიოშვილთან საუბარი, აუხსენი სიტუაცია, რა არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ეხლა საგრებულო მანამდე აუხსენი და უთხარი, რომ ჩვენ რაღაც შეთანხმებები მქონდა, მაგრამ ბოლო წუთებში გადაწყდა, რომ ისინი ცალკე ჩაატარებდნენ, ჩვენ ცალკე უნდა ჩაგვეტარებდნენ. მე ეს თემები იმ დარბაზის გარეშეც მაინტერესებდა, იმ ხალხის მდგომარეობას განვიცდიდი და აუცილებლად მინდოდა, რომ აზრი დაფიქსირებული. და ანალოგიურად ფიქრობდა თამას შიოშვილიც. მაგრამ აი ეს რაღაცა გაყოფასა და ის არ მოეწონა. არ მოეწონა ვიღაცეებიც იქ. ეს არ მოეწონა ვიღაცეებიც იქ.